პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით ჩვენი სტუმარი გახლავთ ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი. დაგულოცეთ მამა. მოგესალმებით. ჩვენ მაყურებელს აი გიორგი მშიახსენა გადაცემის დასაწყისში რომ 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე ჩვენს ტელევიზიას ერთსულოვნებას 5 წელი უსრულდება ჩვენ დაბადების დღე გვაქვს და დღეს მოგიწვიეთ იმიტომ რომ ვისაუბროთ ჩვენი ტელევიზიის მნიშვნელობაზე. მამა ამ 5 წლის განმავლობაში ვფიქრობ რომ ერთსულოვნებამ შეძლო მაყურებლის სიყვარულის დამსახურება და ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ იგივე შემოსული ზარებით, სადაც სითბოს გამოხატავენ ჩვენი ტელევიზიის მიმართ მაყურებლები, ქუჩაში რეიტინგები, რომელსაც სოციალური კვლევები ავრცელებენ, კვლევითი ორგანიზაციები. აი რითი დაიმსახურა მამა, რას ფიქრობთ ჩვენმა ტელევიზიამ ხალხის ასეთი სიყვარულის მოპოვება? დაგულოცოს მერტმა ულოცავ ამ ტელევიზიასაც, სრულიად საქართველოსაც მის არსებობას, ამ ტელევიზიის არსებობას, იმიტომ რომ ზოგადად მედია სივრცე, როგორც არის მრავალი ტელევიზია არის, მაგრამ ყველას რაღაც გარკვეული თავისი მიმართულება აქვს და ამ მიმართულებით მუშაობს. და საპატრიარქოს ტელევიზიას ერთსულოვნებას თავისი პირდაპირ განაცხადი არის, რომ ეს არის საღვთისმეტყველო რელიგიური ეკლესიის ღვთისმეტყვის მიწოდების უმთავრესი მიზანი ამ ტელევიზიას სწორედ ეს არის. მაგრამ ამავდროულად ეს ტელევიზია ასევე ეროვნულს სახელმწიფოებრივს კულტურულს ამ ქვეყნისა ზოგადად კულტურისა, მაგრამ უმთავრესად ქართული კულტურისა, მის შემოქმედების, მისი წერლობის, ხატწერის, არქიტექტურის ზოგადად ყველა სფეროს ეხება და ფაქტიურად ეს ტელევიზია სწორედ ამით ავსებს ამ მედია სივრცეს. აი რომ დაუკვირდეთ ფაქტიურად დღევანდელ დღეს სწორედ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება ტვირთულობს აი უამრავ და ძალიან დიდ ღვაწლს ტვირთსაც და გარკვეულწილად სფეროსაც, რომელსაც რაც ჩამოვთვალეთ, რომელსაც შეიძლება რამოდენიმე ტელევიზია უნდა ახორციელებდეს, მუშაობდეს ამაზე, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველა მიცის და ხალხში სწორედ ამიტომ არის ეს სიყვარული და მრავალნაირად არის გამოთქმული, რომ ის წყურვილი, რომელიც ადამიანს დღევანდელ დღეს ქართულ ხალხს აქვს თავისი კულტურისა, თავისი შემოქმედებისა, რელიგიისა, თავის სარწმუნოებისა, სწორედ აი ჩვენი ტელევიზია აწვეს. და ამიტომ ეს სიყვარული ძალიან დიდი არის, მოთხოვნილება ძალიან დიდი არის, გაცილებით დიდი არის ეს, ვიდრე თქვათ, თუნდაც გამოკვლევებში არის ასახული. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ჩვენი ტელევიზია, როგორც ვთქვით, ახლა აღარ გადის სრული დაფარვა არ აქვს, ხო საერთო მაუწყებლობას არც სრული დაფარვა არ აქვს საქართველოს. არის უფრო კაბელურზე და არის სატელიტით. გავდივართ. აი რატო ვერ მოხერხდა ამ დრომდე ჩვენ ამ შემთხვევაში იმ ტელემაყურებლების კითხვას ვაჟღერებთ, რომელიც აი მართლა ყოველფეხის ნაბიჯზე გვეკითხებიან ამას. კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ეს რომ რატომ ვერ მოხერხდა დღეს რომ ხდებოდეს მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის გავრცელება და დაფარვა სიხშირის. ეს გარკვეულწილად საკითხავი არის საერთოდ რომ იმ ქვეყანაში სადაც 90% არის მართლმადიდებელი მორწმუნე, რომელსაც აქვს სურვილი რომ კონდეს და თქვათ ასეთი არხი და ამ დროს არის წინააღმდეგობა და არ აქვს ესეთი არხი, თუმცა აბსოლუტურად მის ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, უნდა იყოს ეს არხი თუ არ უნდა იყოს. რატომღაც გარკვეული წინააღმდეგობა ახლავს მას, მაგრამ ეს ზოგადად ღვთის სიტყვას ყოველთვის ახლავს ეს წინააღმდეგობა, ესე არის. გერთანხმებით. ეს ზოგადად სულ მთელი არსებობის მანძილზე უფლის მოქმედებას ყოველთვის წინააღმდეგობა ახლავს. მაგრამ არის ხშირად რომ ეს წინააღმდეგობა ძალიან მშვიდად იძლევა ხოლმე. ხანდახან უფრო მეტი ლოცვა გჭირდება, რომ გადალახვა მოხდეს ამის. ალბათ ჩვენი გაზდაც ხდება ასე სულიერად და ის ხალხი რომელიც ასე მოითხოვს რომ და ვიცით რომ მოითხოვს ხალხი რომ ეს ტელევიზია ვრცელდებოდეს, აი ლოცვით უნდა შეგვეწიონ და
მოგცემს უფალი იმის საშუალებასაც, რომ ეს მთლიანად გავრცელდეს მთელ საქართველოზე. არა მარტო საქართველოზე, საქართველოს ხალხი დღევანდელ დღეს ვიცი ადამიანები ძალიან ბევრი არიან ემიგრაციაში. და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. იმიტომ რომ ვიცით ჩვენ როგორ უყურებენ ამას საიტებზე და თუნდაც სატელიტებით და ძალიან დიდი სიყვარული არის იქიდანაც, რომ მოსწონთ, რომ ესმით თავისი კულტურის, თავის ენაზე, თავის გავლობა, თავის შემოქმედებაზე, როგორც საეკლესიო შემოქმედებაზე, ისე საერო შემოქმედებაზე ესმით ეს და უხარიათ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ახლა რაღაც გარკვეულწილად ზეწოლა ხდება ცნობიერებაზე რაღაც ერთ მდგომარეობაში თითქოს გადადის კაცობრიობა, რომ აი შემოქმედებითი მხარე გამოყოფილი რაღაც გარკვეული თავისი დამახასიათებლებით უკვე იკარგება. რაღაც ერთი ხდება, ერთფეროვანი ხდება ყველაფერი და ამ დროს ეს ხალხი, რომლებსაც ესე მოწყოტილები არიან თავის ქვეყანას და ესე უნდათ რომ რაღაცა თავის შესახებ თვითონაც იცოდნენ და სხვებსაც უთხრან, აი ჩვენ ესენი ვართ. აი სწორედ ჩვენი ეკლესია ახორციელებს ამას. შეიძლება სხვადასხვა ტელევიზიაში არის რაღაც გარკვეულწილად რაღაც დოზით არის როგორც კულტურაზეც ისე თქვათ რელიგიაზე ნაკლებად. აი კულტურაზე კიდევ შეიძლება ოღონდ უნდა წააწყდე ასე გადაცემას. როგორ ამიტომ აი ჩვენი ტელევიზია სწორედ ამას ტვირთულობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცის, რომ ერისთვის, ქვეყნისთვის რა ძალას ატარებს ჯერ ერთი რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბება, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს, რადგან ფაქტიურად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ დღევანდელ დღესაც უკვე 20 წელიწადია ფაქტიურად ნოლიდან მოქმედებს ეკლესია, მაგრამ დღევანდელ დღესაც ძალიან ბევრი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა ადამიანები არიან აი დამწყებ მდგომარეობაში, რომელსაც სულ დასაწყისი პერიოდიდან უნდა ასწავლოს როგორ მოიქცეს ეკლესიაში, როგორ უნდა ემოქმედოს უფალთან, როგორ რა უნდა გააკეთოს, სად უნდა წაიკითხოს, თუ უნდა წაიკითხოს, როგორ უნდა ცხოვრობდეს, რა არის საერთოდ რელიგიური ცხოვრება და რა არის ქრისტიანული ცხოვრება. ამიტომ ეს ძალიან ბევრი რამე არის კიდევ გასაკეთებელი ჯერ, ხოლო დასაწყისი არის ეს. 5 წელი არც ესე დიდი დრო არის. 5 წელი არც ესე დიდი დრო არის. არც ესე დიდი დრო არის. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული, მაგრამ უფრო მეტი გასაკეთებელი არის და ამავდროულად ნელ-ნელა ამ 5 წლის განმავლობაში რაღაც გარკვეულწილად უფრო იხვეწება, უფრო ვითარდება, უფრო მეც გებულობ თუ როგორ შეიძლება მიაწოდო, რომ უფრო მაქსიმალურად გასაგები გახადო ყველასთვის, რას ქადაგებს ქრისტიანობა, რა არის მისი სწავლება, რომ უფრო ადვილად მიიყვანო ეკლესიასთან. მისი ძირითადი დატვირთვა სწორედ ეს არის, რომ ადამიანები დააკავშირო ისე უფალთან მიიყვანო ისე ეს გზაა ჩვენ როგორ უნდა მოხდეს უფალთან მისვლა, მით უმეტეს რომ დღევანდელ დღეს ერთი მხრივ რომ მედია სივრცე თქვა ასეთი რამისგან დაცლილი არის, ამავდროულად გარემო არის ძალიან დამძიმებული უამრავი რელიგია თუ სექტა თუ რაღაც გარკვეული მიმდინარეობები, კონფესიები მოქმედებენ, ყველას თავისი სწავლება აქვს და ადამიანი ხშირად ვერც კი ერკვევა, ვეღარ ერკვევა სად არის სიმართლე, რომელი სწავლება არის უფრო ჭეშმარიტი, როგორ მიხვდეს, იმიტომ რომ ამ 70 წლიანმა და უფრო მეტმა, რაც თქვა რუსული მოქმედება რუსეთი შემოვიდა საქართველოს სივრცეში და მან გააუქმა ქართულად საეკლესიო მსახურებები და ფაქტიურად სხვა ენაზე გადაიყვანა, ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიკარგა და ხალხი გაუცხოვდა. და ამიტომ ახლა მით უმეტეს 70 წლიანი ათეიზმის პერიოდიდან რომ გამოვიდნენ, ხალხს ერთი რო ქონდა სურვილი რომ მიეღო და რელიგიასთან დაკავშირებოდა, მაგრამ ამავდროულად ვერ ხვდებოდა რომელი იყო და დღევანდელ დღესაც ვერ ხვდება რომელი არის სწორი სარწმუნოება. ამიტომ ეს ბრძოლაც დიდი არის, იმიტომ რომ დასაბამიდან შებრძოლება არის ღვთის წინააღმდეგ და ეს მრავალი სახით ხორციელდება. ამიტომ ხშირად ისეთ დონეზე არის თუნდაც
ამ კუთხით, რელიგიური კუთხით ისე დახვეწილად არის ეს ტყუილი ისე მოდის, რომ თუ კი კარგად არ არის გამოცდილი და გაცნობიერებული ადამიანი შეიძლება შეეშალოს. ამიტომ აი ეს სფეროც სწორედ ეს ტელევიზია ტვირთულობს ამ სფეროსაც, რომ ზუსტად მიაწოდოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, უთხრას რა არის, თქვათ, ქრისტიანობა, რატომ არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რაში ცდება ესა თუ ის მიმდინარეობა, როგორ უნდა მოხდეს მისგან არიდება და თქვათ, რას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ კი მოაკლდება უფალს და რას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ კი უფალთან დაბრუნდება. ამიტომ ეს არ არის პატარა მცირე საქმე, ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, მით უმეტეს რომ ამ ტელევიზიას როგორც ვიცით, არც ისეთი დიდი შესაძლებლობები არ აქვს ფინანსურად და ღვთისმადლით და სააპატრიარქოს დიდი ძალისხმევით და მეუფე პეტრეს უშუალო შესრულებით საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება ყველაფერი. თუ უფრო მეტი შემწეობა იქნება, თუ უფრო მეტი თანადგომა იქნება, მით უმეტეს უფრო მეტი რამ გაკეთდება და უფრო მაღალ დონეზეც გაკეთდება. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და ამავდროულად ეს ადამიანებიც, რომლებსაც ესე წურვილი აქვს ამ ტელევიზიის ყურებისა, უფრო მეტი საშუალება თუ მიეცემათ, რომ ადვილად უყურონ ამ ტელევიზიას, არ ხდებოდეს, თქვა, მარტო საკაბელოთი გავრცელება. განსაკუთრებით რაიონებში ძალიან. რაიონებში, მით უმეტეს არა მარტო რაიონებში, ქალაქშიც ახლა ძალიან ბევრი დღევანდელ დღეს თბილისში კი საკაბელო კი ფარავს, მაგრამ მაინც ის ხალხი, რომელსაც უფრო მეტად უჭირს, აი ზუსტად ის ვერ უყურებს. იმიტომ რომ ეს ადამიანები ყველაზე უფრო მეტად ეს ადამიანები დაიჩაგნენ, ვისაც თუნდაც იმის საშუალება არ აქვს, საკაბელოთ უყუროს ამ ტელევიზიას. ანუ ეს მაინც ფინანსებთან არის, ფინანსებთან არის და ამიტომ ამ ადამიანების თხოვნაც უნდა გაითვალისწინოს ალბათ თვითონ ჩვენმა მთავრობამაც, თვითონ მარეგულირებელმაც ალბათ, რომ უნდა იცოდნენ, რომ ხალხს არ უნდა შეუშალონ ღვთისმსიტყვის მიღებაში ხელი და მე უფლის მოწყალება ისეთი არის, რომ ყველანაირი სიკეთით აავსებს ასეთ ადამიანებს, ვინც თანადგომას უცხადებს თავისი მოქმედებით. შეიძლება ეს თვითონ არ იყოს ამ ტელევიზიაში ჩართული და არაკეთებდეს ამას, მაგრამ თანადგომა ეს უკვე იმ ხელარ ამ არის, რომ თვითონვე მე შედეგით იგზნობენ ეს უფლისგან, როგორ ხდება მე წყალობის მიღება, მოწყალების მიღება. ასე რომ მნიშვნელოვანია. მოკეთ აი მამა თქვენ თავად ახსენეთ, რომ არც ისე მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ ფინანსური შესაძლებლობები გქონდეს ტელევიზიას და ჩვენ კარგად ვიცით და იმ ტელემაყურებელ მართლავს, ვინც ერთგულია და გულშემატკივრობს აი ამ წლების განმავლობაში, მათ მოიხსენებათ, რომ ზოგჯერ მე ცოტა კრიტიკაც მომისმენია, მაგრამ რაღაცა არ უნდა იყვნენ ტელემაყურებლები კრიტიკულები, იმიტომ რომ იმ ფინანსური შესაძლებლობებით კეთდება მართლა იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის რეალურად შესაძლებელი და აქაც მართლაც აი ღვთისხელიურევია და მეუფე პეტრე ახსენეთ მისი ძალისხმევა და თქვენი უშუალოდ მამაზურების და იმ ადამიანების, ვინც ამ არხისთვის იღწვიან, რომ უფრო განვითარდეს, უფრო წინ წავიდეს და ასე შემდეგ. ეს ერთი არის, რომ კიდევ ერთი არის, რომ ამ სფეროში ფაქტიურად ამ ტელევიზიამ დაიწყო მოქმედება. მუშაობა, რომ გარკვეულწილად ეს ქმნის ასეთი სახის პროდუქცია, ესე რომ ვთქვათ. და ამის გამოცდილება არავის არ ქონდა აქამდე. ანუ ისტორია, ამის ისტორია აქედან იწყება. იმიტომ რომ რელიგიურ თემაზე გაკეთება, ვინც გამოცდილი არის, ვინც მუშაობდა ტელევიზიაში და დიდი გამოცდილება აქვს, იმათვისაც რთული არის, იმიტომ რომ ისეთი სფერო არის, რომ ამასთან ასეთი შეხება, ასეთი სახის შეხება არავის არ ქონია. ამიტომ როგორ უნდა გააკეთო ეს, რომ უფრო გასაგები გახადო ადამიანს, უფრო ადვილად მიაწოდო მას, აი ფაქტიურად აქ დაიწყო ეს და ამის გამოცდილება აქ ჩამოყალიბდა. აი დღევანდელ დღესაც, ნუ და ეს ბოლომდე ასე იქნება, რომ სულ იქნება სულყოფისკენ სულა და უფრო მეტ გამოცდილება შეიძლება და უფრო მეტად დახვეწავ ამ ყველაფრის კეთებას, მაგრამ ნუ ეს რო არ იყო, ამას თავისი
გარკვეული უარყოფითი შედეგების შესტომებიც შეიძლება იყოს და ალბათ იქნება, მაგრამ ეს არ არის ესეთი შესტომები, რომ რაღაც გარკვეული დარღვევები იყოს სწავლებით. ეს უფრო გარკვეული ტექნიკური მხარეს შეიძლება ეხებოდეს და ამას ყველა ადამიანი ახლა არა ვარ სრულყოფილნი და ნელა უფრო ნელა უფრო ჩამოყალიბდება, უფრო დაიხვეწება ეს ყველაფერი და უფრო ლამაზ და ესეთი მსუყე სიუჟეტებს და პროდუქციას მიაწვის ეს ტელევიზია არის. ეს ტელევიზია. ამიტომ ესე ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ შეხედულებებსაც, თქვა ხალხის დამოკიდებულებას, შენიშვნებსაც ამის გარეშე არ ხდება. მაგრამ ამავდროულად იმასაც ვითვალისწინებთ, თქვა ჩვენ რა შეგვიძლია ამ ეტაპზე, როგორც ტექნიკურად ისე თქვათ ფინანსურად ისე თქვათ გამოცდილებით და ასე შემდეგ, როგორ შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ ასეთი რამის გაკეთებას, ან რამდენად შევძლებთ. რომ ბევრ რამეს არც მოკიდოს ხელი, იმიტომ რომ უბრალოდ ახლა ვერ შევძლებთ ამას და თუ იქნება ის გარკვეულწილად ის დახმარება ფინანსური უფრო მეტი და იქნება ის ტექნიკური დახმარებაც, რაც თვითონ ტელევიზიას ტექნიკურად ჭირდება, რომ შექმნა ასეთი სახის და დონის პროდუქცია, მე უკვე მოკიდებს ხელს ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ ხორციელდება. მაგრამ ძირითადად მაინც ის აზრობრივად, ის მიმართულებით რაც ჭირდება ამ ქვეყანას, რაც ჭირდება ამ ხალხს, მე მგონი რომ მოთხოვნილებაც იმიტომ არის, რომ ეს ისინი ღებულობენ მას და ეს მოსწონთ ეს. შეიძლება რაღაც შენიშვნები იყოს, მაგრამ ძირითადად ის მაინც მოწონებას იმსახურებს. ამიტომ ეს ტელევიზია ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ღვთის სამსახურში არის და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ერისთვის, საზოგადოებისთვის, ჩვენი როგორც თქვით, როგორც პატრიარქის კურთხევა იყო, ეს არ არის უშუალოდ მარტო რელიგიური არხი. შემეცნებით ეს კულტურული, ისტორიული ყველაფერს მოიცავს ის, რაც ერს საზოგადოებას ხალხს ჭირდება ფორმირებისთვის, როგორც რელიგიური, ისევე კულტურული კუთხით. ამიტომ ძალიან დიდი სფერო არის ეს და ძალიან ბევრი თემაზე ცდილობს ეს ტელევიზია, რომ გააკეთოს, იმსჯელოს, გამოიყვანოს ის კომპეტენტური ხალხი და ასაუბროს ამა თუ იმ თემაზე და მაქსიმალურად მივაწოდოთ ხალხს, აი თქვათ, რა არის ჩვენი რელიგია, რა არის ჩვენი კულტურა, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ღირებული და რა არ არის ღირებული, რატომ არ არის ღირებული, ეს ამ ყველაფრის ძალიან კარგად მიწოდება ხდება. ჩვენ ასე ვფიქრობთ და ხალხის დამოკიდებულება ვიცით. არის ადეკვატური. ასე რომ მე მგონი რომ ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდის, კარგად დაიწყო სტარტი, ასე ვთქვათ, ამ ტელევიზიამ და კარგად აგრძელებს თავის სვლას. ღვთის მადლით შემდგომშიც ასე იქნება, რაც უფლის მოქმედება არის, რაც უფლის ნება არის და მისი განგება არის, არანაირი მას შეფერხება არ დახვდება. თუ კი რაღაცა იქნება ისეთი ძალა, რო თქვა შეიძლება რომ ან წინააღმდეგობა გაწიოს, ეს დასაწყისშივე დამარცხებულია უკვე ის. მაინც განახორციელებს უფალი ცოტა სხვანაირად, მაგრამ მაინც განახორციელებს. ასე რომ ეს ტელევიზია განვითარდება და უკვე გაძლიერდება. აი ახლა ჩვენი პროდიუსერი გვეუბნება რომ აი არ წყდება ზარები რომ გაიგესრა ჩვენი დაბადების დღე და 5 წელი გვისრულდება, გვილოცავენ, გამოხატავენ სითბოს. აი მე ბევრისგან გამიგია მამა რომ დღეს ჩვენი ქვეყანა იმდენად პოლიტიზირებულია, ისეთ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რომ ეს ტელევიზიები ორიენტირებული არიან პოლიტიკაზე, რაღაც ახალ ამბავებზე, სკანდალებზე. ჩვენზე ამბობენ რომ აი ხშირად მომისმენია ჩვენი მაყურებლისგან რომ თქვენთან გადმოვთავთ და ვისვენებთ. მე ვფიქრობ, შვიდდებით. ვფიქრობ რომ ჩვენი პირველი ფუნქციაც არის ეს. აი რომ გითხრათ იგივე გადაცემებზე, რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი გადაცემები, რამდენად აძლევენ ეს გადაცემები ჩვენს მაყურებელს საშუალებას, რომ აი დაისვენონ, მიიღონ მეტი ინფორმაცია, იგივე შემეცნებითი კულტურული თვალსაზრისით. ზოგადად ძალიან ცოტა დრო გვჩება მამაო. რაღაც როგორც არის ცნობილი,
ფაქტიურად ეს ტელევიზიები ისე არის საწყობილი, რაც თქვათ თვლიან, რომ ხალხის მოთხოვნილებაა და ამაზე ამახვილებს ყურადღებას და მე მიმართულებასაც ასეც იღებს ესა თუ ის ტელევიზია. მაგრამ აი ამ 20 წლის განმავლობაში ფაქტიურად სულ მთლიანად ჩართული არის მთელი ერი პოლიტიკაში, ფაქტიურად დაძაბული არის მთელი ეს 20 წლის განმავლობა არის გარკვეული ბრძოლა თვითყოფადობისთვის ჩამოყალიბების პროცესი არის და ამიტომ ხანდახან განტვირთვა ჭირდება ადამიანს და განტვირთვა ჭირდება სწორედ აი სულიერ მხრივ და აი ამ ბოლო პერიოდში უკვე მიხვდა ხალხი რომ საერთოდ დაღლილი არის იმ ინფორმაციით რაც ტელევიზიით მოდის რომ აღარ უნდა ამდენი უარყოფითი რაღაც დაძაბულობის სულ რაღაც სკანდალის რაც ფაქტიურად არაფრის მომცემი არ არის ეს უბრალოდ რაღაც ინფორმაცია როგორც იმ წუთში იმპულსურად გადაიზიანოს და მე აღარც გახსოვს მაგრამ მაინც არც არაფრის მომტანი არის გარდა იმისა რომ ძაბავს და აი სწორედ ეს ჩვენი არხი არის რომელიც გამტვირთვას აკეთებს რომელიც ადამიანის ცნობიერებას მოაბრუნებს და უფალთან დააკავშირებს და თავისთავად ადამიანის ცნობიერება ასე არის რომ დასვენებით ადამიანი ეს მეცნიერული კუთხითაც არის გამოკვლეული, მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობაში ისვენებს. და რატომ? რომ აი როდესაც წირვაზე დგას ადამიანი, როდესაც ლოცვაზე დგას ადამიანი, წყდება მთლიანად აი მატერიალურ ყოფას. და რადგან წყდება, იქნება მაშინ ისვენებს ზუსტად, იმიტომ რომ დანარჩენ პერიოდში მთლიანად აი მიწიერ ყოფით არის დაკავებული და სულ რაღაცას ფიქრობს. ძილშიც კი ის გარკვეულწილად ფიქრობს. აი მარტო აქ წყდება და ეს ტელევიზია სწორედ ასეთ რამეს აკეთებს, აი ამას ახორციელებს, იმიტომ ისვენებს ჩვენთან ურთიერთობაში ხალხი და მადლობა ღმერთს იმისათვის მამაო რომ არსებობს მართლაც ეს ტელევიზია, არა იმიტომ აი აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ რომ მე ამ არხზე ვმუშაობ. რიგითი მაყურებელი ვარ მეც ხოლმე ხშირად და მართლაც იგივე განცდა მეუფლება რაც რიგით სხვა ტელემაყურებელს. ნინო ვისარგებლოთ მე და შენ შემთხვევით და მიულოცოთ ყველა ჩვენს თანამშრომელს ვინც ემსახურება ამ ტელევიზიას. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ვცდილობთ რომ თანამედროვე მოთხოვნებს ავუწყოთ რომ აი უფრო მეტად ღვთის მადლით განვითარდეს და ამავდროულად მოგვეცეს საშუალება რაც თქვა დავკარგეთ და არა უფრო მეტიც კი მოგვეცეს. ლოცვით, ხალხის ლოცვით შეიძლება რომ ეს მიღწეული იქნას. ტელემაყურებლებს კი სიმშვიდე უსურვოთ. არა მარტო იმ დროსაც ჩვენ არხს უყურებენ, საერთოდ სიმშვიდე უსურვოთ. მადლობა თქვენ. მადლობა ყველა თანამშრომელს ამ ტელევიზიისას. მადლობთ. მადლობთ მამაო. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებელს ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი საუბრობდა საპატრიარქოს ტელევიზია ერთსოლოვნების მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ახლა დროა შვიდგზის ლოცვა აღვავლინოთ და ჩვენ დავბრუნდებით შემდგომ სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში.